კინგსელებო, გილოცავთ კინგსის განსაკუთრებული სეზონის დაწყებას და გთავაზობთ ინგლისური ენის ოლიმპიადის ტესტების მიმოხილვას. განვიხილოთ მეხუთე კლასი. მეხუთე კლასის ტესტის ჯამური ქულაა 100. ტესტი შედგება 6 სავარჯიშოსა და 1 ბონუს საკითხისგან. პირველ დავალებაში მოცემულია წინადადებები დამოტოვებული ადგილებით. Choose the best word to fill in spaces. Be careful not to your passport. A. Lose. B. Lose. C. Loss. ეს სავარჯიშო 10 საკითხისგან შედგება და 20 ქულიანია. მეორე დავალებაში კინგსელმა ჩამოთვლთაგან უნდა აირჩიოს პირობაში მოცემული განმარტების შესაბამისი სიტყვა. Guess the meaning of the word according to the description. Giga fishes for profit or pleasure. He is A. Fisherman. B. Footballer. C. Rider. ეს სავარჯიშო 15 ქულიანია და მასში 5 საკითხია. მესამე დავალებაში მონაწილემ უნდა შეავსოს დიალოგი. Complete the conversation. Are you hungry? A. Just a bit. B. Not many. C. Not any. ამ დავალებაში 5 საკითხია და ის 10 ქულიანია. მეოთხე სავარჯიშო სიტყვის სინონიმის პოვნას ეხება. Find the correct synonym. მაგალითად მოცემულია grandpa. A. Grandfather. B. Uncle. C. Grandmother. ეს დავალება 5 საკითხისგან შედგება და 15 ქულიანია. მეხუთე სავარჯიშოში კინგსელმა უნდა აირჩიოს სწორი წინდებული. Put in the correct preposition. Speak. Please, I can hear you. A. Back. B. On. C. Up. ეს სავარჯიშო 10 ქულიანია და მასში 5 საკითხია. მეექვსე დავალება წინადადებების შევსებას გულისხმობს. Choose the correct answer. Do. Have the correct time. A. You. B. Them. C. Her. ამ სავარჯიშოში 10 საკითხია და ის 30 ქულიანია. რაც შეეხება ტესტის ბონუს დავალებას, ის 5 საკითხისგან შედგება და 15 ქულიანია. ბონუს სავარჯიშო სიტყვათა მარხწერას ეხება. Choose the correctly spelled word. A, B or C. კინგსი ოლიმპიადაზე საუკეთესო შედეგის დაფიქსირებას გისურვებთ. ერთად შევქმნათ ჩვენი წარმატების 3 წლიანი ისტორია.